კონცერტი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა ჩვენ ახლაც გვესმის ჰანგები, მრავალჟამიერი სხვადასხვა ქართული სიმღერის, ხალხური სიმღერის, რომელსაც ასრულებენ მუსიკოსები და იქ კვლავ არის შეკრებილი ხალხი და ფაქტობრივად კონცერტი შეიძლება ითქვას, რომ კვლავ გრძელდება. გეტყვით, რომ დღევანდელი კონცერტი ეძღვნებოდა პოლონეთს, რომელიც 2 თვის წინ 2025 წლის 1 იანვარს გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და 6 თვის განმავლობაში ის ამ პოსტზე იქნება, შემდგომ კი ადგილმონაცვლეობის პრინციპით მას სხვა ქვეყანა ჩაანაცვლებს. აქამდე პოლონეთამდე იყო უნგრეთი. ახლა გეტყვით იმას, რომ კონცერტზე შესრულდა საკმაოდ ბევრი ჰანგი, ეს იყო ქართული, პოლონური, აზერბაიჯანული, სომხური და ასე შემდეგ და ეს იყო ერთგვარი მუსიკის ერთობლიობა, ის მრავალფეროვნება, რაც საქართველოს აქვს ზოგადად ეთნიკური უმცირესობების მიმართ და დღევანდელი დღე, ასე ვთქვათ, დასრულდა ძალიან ბედნიერად. ყველა სტუმარი, მათ შორის აქ სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოში და ჩვენ ხედავდით თუ როგორ ოვაციებით ხვდებოდნენ ისინი მუსიკოსებს და გეტყვით, რომ მაგალითად ეთნიკურ უმცირესობაზეც კონკრეტულად მაგალითად ერთ-ერთმა აშუღმა ქალმა ნარგილე მეხთიევამ შეასრულა აზერბაიჯანული სიმღერა უძველეს აზერბაიჯანულ საკრავზე, საზზე. აქ ასევე გვხვდებოდა დუდუკი, დოლი, სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტები და მოკლედ აი ასე გაგრძელდა ეს კონცერტი და მუსიკოსებმა თქვეს, რომ დღევანდელმა დღემ ისინი გააერთიანა. გეტყვით, რომ ისინი აქამდე ერთად არ უკრავდნენ, თუმცა დღევანდელი კონცერტისთვის ისინი ასე თქვათ გაერთიანდნენ და ისინი ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს, მაშინ როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ვითარება მაინც შექმნილი, არის სხვადასხვა საპროტესტო აქციები, მათ სურთ, რომ სცენიდან გამოხატონ თავიანთი სათქმელი და ასე უთხრენ საზოგადოებას თავისი სათქმელი, როგორც გითხარით, კვლავ გრძელდება, ასე ვთქვათ, კონცერტი, მართალია სცენაზე არა, თუმცა ფოიეში გამოვიდნენ მუსიკოსები და ახლაც სტუმრები იქ არიან და ჩვენ გვესმის კვლავ ჰანგები. შესრულდა როგორც ქართული ხალხური სასიმღერო ფოლკლორი, ასევე ინოლა გურგულიას ნაწარმოები, შესრულდა აზერბაიჯანული აშუღური ფოლკლორი. ეს ყველაფერი სხვანაირად იყო არანჟირებული, ძალიან გამორჩეული მუსიკოსებთან ერთად და იყო იმპროვიზაცია სრული და რა თქმა უნდა ერთობლივი ქართული ხალხური სიმღერის ნაზავი, ასევე აშუღური ფოლკლორი, როგორც თქვი და თანამედროვე ინსტრუმენტების ჟღერადობით, რა ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობთ, რომ სამომავლოდაც ეს პროექტი თავის სიტყვას კიდევ არაერთხელ იტყვის. პირველ რიგში მინდა ქართველი ხალხისადმი სოლიდარობა და მადლიერება გამოვხატო. დღევანდელი კონცერტი დაფუძნებულია ძველი თბილისის მუსიკალურ ტრადიციებზე. თავის მხრივ ეს ტრადიციები დგას პატივისცემაზე, ღიაობაზე, ევროკავშირის ღირებულებებზე. ერთად ყოფნისა და სოლიდარობის ნიშნად ჩვენ აქ ვართ ქართველ მუსიკოსებთან და ვმართავთ ამ საღამოს. ამ თანამშრომლობის იდეა შეიქმნა შარშან. მაშინ როდესაც დავიწყე მუშაობას საერთოდ აშუღურ კულტურაზე, რომელიც მოგეხსენებათ აბსოლუტურად განუყოფელია თბილისური კულტურიდან და საწყისი ამ იდეის იყო სწორედ და ამოსავალი წერტილი იყო სწორედ აშუღური კულტურა. ასე ყვავს ცოცხალი აშუღი დღეს წარმოდგენილი სცენაზე და როგორც თბილისს შეეფერება ძალიან მრავალფეროვანი გარემოცვა მუსიკოსების, რომლებიც წლების განმავლობაში რომლებთანაც თანამშრომლობდი და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, კოლაბორაციის შედეგად გაგვიჩნდა ეს სამეგობრო, რომელიც დღეს ესეთი მრავალფეროვანი შემადგენლობით წარსდგა მახურებლის მსმენელის წინაშე. დღევანდელ დღეს სამეფო უბნის თეატრში ჩვენ გვესმოდა საოცარი ჰანგები, ეს ეძღვნებოდა პოლონეთს, რომელიც არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და რომელიც 6 თვის მანძილზე დაიკავებს სწორედ ამ პოსტს და გაუძღვება თავის საქმიანობას და გეტყვით, რომ დღევანდელი საღამო არის ორგანიზებული თბილისში პოლონური ინსტიტუტის და ასევე პოლონეთის საელჩოს მიერ.